შეთავაზება ენერგეტიკულ კომპანიებს, იმ კომპანიებს, რომლებსაც ვალდებულებები დარღვეული აქვთ, შესაძლებლობა ექნებათ, რომ 16 მარტის ჩათვლით ეკონომიკის სამინისტროს მიმართონ და ჯარიმის ამ პირ საგამტეხლოს პარტიების წერილი წარადგინონ. კომპანიებს დაკისრებული ჯარიმები კონკრეტული ვალდებულებების შესრულების პირობით ეპატიებათ. ეს კი ნიშნავს, რომ განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში აღდგება როგორც ძველი ჯარიმები, ასევე კომპანიებს ახალი ჯარიმებიც დაემატებათ. თუ კომპანია უარს იტყვის კონკრეტული ენერგეტიკული პროექტის განხორციელებაზე და ამას წერილობით დაადასტურებს 16 მარტის ჩათვლით, მაშინ სამინისტრო მას ხელშეკრულებას შეუწყობს და შეუსრულებელი სამუშაოების გამო დაკისრებულ ჯარიმებსაც ჩამოაწერს. ენერგეტიკის სექტორში კერძო კომპანიების მხრიდან ელექტროსადგურების განხორციელებისას ნაკისრი ვალდებულებების დარღვევით დაგროვილი ჯარიმების მოცულობა ჯამში უკვე $1 მილიარდ შეადგენს. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით კი გადაწყდა, რომ აღნიშნული ჯარიმები, რომელთა საერთო ჯამი $1 მილიარდ შეადგენს, პირობით ეპატიოს ყველა ორგანიზაციას და დეველოპერს და აღნიშნული განკარგულება შესაძლებლობას აძლევს ყველა იმ ორგანიზაციას პირობითი პატიების ფარგლებში მიიღოს პროექტის განვითარების და მშენებლობის ახალი გონივრული ვადები და განახორციელოს აღებული ვალდებულებები მოცემულ ვადებში. ძალიან სწორ შეთავაზებას უკეთებს მთავრობა ამ შემთხვევაში კომპანიებს. სთავაზობს ან გავიდნენ პროექტებიდან და ამ შემთხვევაში მათ ეს საურავები ცხადია ჩამოეწერებათ, ან თუ აიღებენ ვალდებულებას ბოლომდე შეასრულონ, მაგრამ უნდა იცოდნენ მათ, რომ თუ ეს პროექტები არ განხორციელდება, ეს საურავები და ჯარიმები ამ შემთხვევაში უკვე გადასახდელი იქნება. მე მგონი ძალიან სამართლიანი მიდგომა, ყველასთვის თანაბარი.